რამდენი ხანი დაგჭირდა თავის გაკეთებისთვის. ნივთები, რომლისგანაც შედგება, თქვა, ხო, რაღაცა ძველი ნივთები 20 წელია სახში მიდევს, რაღაც ნივთი უცებ ვიღებ ვარდებ. ან 20 წელი დამჭირდა, ან 3 დღე, რომელშიც პრინციპში გავაკეთე. ამიტომ ეგ არ არის განსაზღვრელი, რამდენი დრო დაჭირდა და ფიდღირებულება, თქვა, რა იყო. აი ხა ის ხის ჩარჩო, რომელიც მე ძალიან მომწონს, შემცედარი ბუნკერი და გადააგდო კაცმა შკაფი. გავსვი სარკე. მე და გავწმინდე, იყო ტალახიანი. და მიხოდესამის ადებს $600. აქ იყო სარკე და მშობლა მოტანის დროს გატეხეს გუში, დიდი. და ეს ცალკე ვიყიდე ხატის ისე რა ხანს გატყდა ჩავსვი ამაში და მეგონა უფრო რაღაც საინტერესო გამოვიდა, მე უკვე გაიყიდა გუში. სარკე არის ძალიან ფუნქციონალური ნივთი, ხო? სარკე ყველა ადამიანს ჭირდება ბევრ ოთახში, თქვა. აბაზანაში, შემოსასვლელში, ხო? ამ სარკე არის აუცილებლობა. უკვე დიზაინერს აძლევს საშუალებას, რომ იყოს ძალიან დეკორატიული. სარკის ჩარჩო. ნახატის ჩარჩოს ვერ გააკეთებ დეკორატიულს, იმიტომ რომ იქ პირიქით იმას როცა სიმკაცე ჭირდება, რომ უკვე გამოშეს ნახატი, ხო? მიყვარს ინტერიერის სარკის გამოყენება, შეიძლება აი ეკიდოს მაღლა. ანუ ადამიანს ვერ ხედავდი, მაგრამ შენ ხედავ იქიდან რაღაცა არ ეკლევ ნაწილს. ანუ ინტერიერში სარკე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ადიდებს სივრცეს. ეს ფუნქციონები ვიღიდე, ხა სამჭედლოა, თურქული შტამპებია, რომელიც ჩამოდის და არის საკმაოდ ცოტა გოიმური ყურძნები, რომლებიც აი ამ სიტუაციაში მე მგონი მოუხდათ. აი ეს მე ძალიან მომწონს, რომ ეგ არის ძალიან მაგარი საქმე. იმიტომ რომ არის აი ესეთი მინიმალიზმი აღმოსავლური რაღაცა ხალით შესხებს. ნივთი, რომელიც თავისთავად არის ძალიან უმნიშვნელო, შეიძლება ისეთ გარემოში დადო, ნუ დიზაინს გულისხმობ, რომ ის გახდეს რაღაც ღირებული.